შეგვიძლია გადაიღო აფერი. მოგონდებით. მეგობრებო, ახლა ამ შენობაში გავაკეთე ძალიან ბოლოდი დავა. რატო ვიდახეთ? ეხლა კი ამოვიჩა. ვიდრე. გაიწყო მოქმედებები, საფრთხე, ხო? მეგობრებო, ეხლა რაც მოხდა? Kita udah cari, ეს დემონური ძალა. კაი, მომისმინე ხარ, რას ვაკეთებ უყურე. აუცილებლად პირველ რიგში ჭირდება ბაზაში დაბრუნება. პირველ რიგში მაგას ვაკეთებ. სადაც გვაქვს აპარატურა. აუცილებლად ჭირდება ინფრაწითელი კამერა, რომელიც შეიძლება დაამუშავოს, თორსა გამოვიტანოთ გამოსახულება რა ძალა, რომელი დემონური ძალაა. შევეცადოთ სიკვდილით. მეგობრებო, ეს არის უნიკალური კადრები, რასაც ახლა თქვენ ხედავთ, პარანორმალის მიერ დაფიქსირებული, რო იცოდეთ. არანწია აი, ეს მოსძრაობა. მოდი, ახლა ჩვენ ჩავიდეთ მეორე სართულზე. თუ რა ხედავთ? აი, ამში. იცოდეთ რაღაცა. აქ ახლა მე ბიჭო, ყველგან არის. ხო და გადჩავიდეთ მეორე სართულზე. უკვე ავიღოთ ფოტოაპარატი. არ მუშაობს. აუ, ახლა. იანდა შეიძლება დაწკამოს. ვიღაცე აი ჩვენთან არის. კაი, ეგ უკვე გავიგეთ რომ აქ არის ისიც ძალადობრივი დემონური ძალა, მაგრამ ეს რამე გასწორდეს, ვერ შეგეხებათ. არასდროს მომენტი რომ რამე დამუშავოს. უბრალოდ ის ცდილობს ეხლა, რომ აი ამ მოქმედებები ჩვენ წყობიდან დავუგვანოს და აი როგორც კი დავიწყებ მალე ლაპარაკი, ეს ასკარა ნიშანი იმის, რომ ნამდვილად მართავს ლაპარაკი. აი უყურე, შეხედე რა დღეშია. ოპერატორი სამგასი ძალიან მეშინია. ამის მოძრაობა ახლა შეიძლება არავითარ შემთხვევაში. არა ხო და მისმინე კიბეს მოშორდი და ჩავიდეთ მეორე სართულზე რა, წამო. მომისმინე ეს. არ გიშებს, როგორც კი დავიძრებდით იქით, ეგრევე ზურგიდან ვიწყავს უყურე. ის აქ არის. ზურგი შეგცელა. არ იქნება ეს სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან. ერთად გავაკეთეთ ეს კარგია, ის რომ შეიძლება რა მოგდა. შეხედეთ თან არის როგორ მოგდა მეგობრებო. თან არის გამიშვა მომენტალურად. აი, არა, შეგარაფეთ. ზუსტად მაგიტოვა ჩვენ მოსულები გახსოვდეთ ეს რაღაც რომ პარანორმალური მოვლენები ზუსტად ჩვენი საქმეა. ის ეხლა რაც ხდება აქ რეალურად იყო მოსალოდნელი კიდეც რომ იმიტომ რომ ეს ბერია დაწყებული კანცელარია. ჯანდობა რა გააკეთა რა. ასე ხარ? უფალო როგორ ვიცავს ბიჭი შეხედეთ. ხო შეიძლება იქ მოყოლოდით რა. მაგრამ უფრო სახედეთ ვერაფერს აღგვაქვს. დიდება უფალო ღმერთო შენ და დიდება შენ და. შეხედეთ. კაი, მან დიდებით სადაც გახართ. და ცოტა მადლობა არ ჩავდიო. აი უყურე. მომისმინეთ. შენ მოდი ჩემთან. ეს დამავალ სადაც იქ. Хилтхо. Хилтхо. ეხლა ჩემთან ერთად წაიცადე. აჩემ მოგგეს. შენ მას დავისი მანდარ. აქ არის ჩვენთან. ჩვენთან. კი. რა? აკეთა. ჩემთან არის. აქ არის. შენთან არის. ხო, როგორ არის? გული აქ. აი, absolutely შეფარული. წამოჭიდეთ. მოვიდეთ მარტივად ვიმოძრავ ახლა. ანუ გავიდეთ და ჩავიდეთ მეორე სართულზე რომ ავიღოთ ფოტოაპარატი რა. გაიგე? მართავს დავიდეთ. წავი
სანდრა, მოდი ახლა რაც გიორგის მოკვდა. გიორგისთან. მოდი ჩემთან. ხომ როგორ გადავწყვიტა ფაქიდან და ისტორიიდან. ასე ეგრევე აქტიურდება. კაი, არ ვაქცევ ყურადღებას. მიდი. ჟილეთში მომკვიდა. მომისმინეთ. ალბომი გასავლებით ხილად მონატრებით. ვიყუროთ რომ რამე არ გვესმოს. რაღაცა გადავიდეთ. Aman istiyaret yok. Martin bir arada. Ne zaman kapılıyor? Şeker, tek tapet yok o bakıyor. Sen yargıçın ya. Italia ჩვენთან. Şöyle diyor böyle. Ançela xitaba. Uqo tek tapet როგორ მოყვება შეხედე ბიჭო. უფალია ჩვენთან და ვერაფერს ვერ გიზა. tek tapet მოყვება. ამა გონი არო ხალხიდან დავიწერე. თხილად იყავი შოთი რა. ხოთა. ხო, ერთი წამი ფაქტოა, სუპერ, სამფერობელი, შეხედე. აი რატომ შემოვიდი შეფორტაციის დემონი დავავიდე. არ ვიცი, რა. ეხლა ეს ის გასაგებია აპარატო ფასოლიდო ყველაფერი. სულტულა ყველაფერი. აკეთებდა. ერთი ნაბიჯი თავს. სამოყოლა. შეჭედეთ ერთი წამი. ო, არა, არ მიწიოდი. შეგეცავით რა, როგორ მოყვება უკვე. რა გადიოყო. აკარე. აკარე. სანამ კიბეზე დავეშვებით, ხო? მოაჯირისკენ არავინ არ მიხვიდეთ. ისე რომ იწიო სანამ პირდაპირ კიბეზე დავეშვით, გამიგე? მოაჯირთან ახლოს არავინ. აი რა? კამერა კამერა 25%-ზე. მამალი დავიჭერა. მსგავსი ზე ჩამოყალ ხალხა ყველაფერი. ასეთი შემთხვევები რომლებიც კაი ხონდა, მაგრამ შემოვიდეს მზარდა. ასეთი ხალხი მომიდის შეგვიძლია. გელოდები. ამიტომ თამბოს. აი მოძრაობ. ეხლა დააფიქსირებს იმას. ძალიან მოახლოვდა. ახლა შენი რა ქვია სენსორზე კარდი ჩაირთავ? დეტექტორი ჩაირთო არა? თავისით. დეტექტორი ჩაირთო თავისით, მეგობრებო. უყურეთ ახლა ამას. ფაქტი. ნახეთ, დეტექტორი თავისით ჩაირთო. დააფიქსირე. ჯიბეში ჩამერთო დეტექტორი, აბსოლუტურად გამომიდგა. სანდრა, თანაშტობად ხდება რეაქცია. ნაგე? ხო. პრობლემა მომიდგა. დეტექტორი გავჭდა? ხო, არ მომჩიო. ხო. ეგრე ჩათე. ოსილოს გამომიდგა. აი, ეგრეში. ეგრეში. ალბათ მომიდგა. მაგრამ პრობლემა მიმდინარეობს.
შოთა როგორ იყო? რა ვიცი, მშვენიერი. რა იყო მშვენიერი? მთელი ჭერი ჩამოგვანგრია თავს. შოთა ზემოთი ხო? ეხლა მომისმინე ერთი უცხო. აღებული სიტყვები. კაი. ერთი ლოცვა ერთი წამი კამერა უნდა შევა ერთ. ხო, და გამეთი შევა. კაი, მე ლოცვას ავიკითხა უყურე საკარი. აქედან კიდისკენ უწევი. კიდადე ნახე ის საკარი. ამოჩენო რომ ხარ საათში ნაწმინდა ვიღაც საათში მოვედეს თელაშენი კამერა შენი ვიტაცაცაში. იგივე საკარი ანასასვედა თორე ჩვენი არსობის სამოგუჩენ დღეს დამოგიტევ ჩვენთან გადადები ჩვენი ვიტაცა ჩვენი ვიტეთან ამჯერად მაშინთა ამოშეგო ჩვენ გასაცდელს ამერგირსენ ჩვენ გოროთისა ამასადა დღესაც მინდა აი უცომ როგორი მოხდა უყურე რა დღეშია შეხედეთ იღებ ხო ამას იღებ თუ რასაკეთებ ვიღებ მაგრამ არ ვევტენი იმას GoPro-ს ერთი წამი ნახეთ ლოცვა მას შედეგი გამოიღო უყურეთ დემონური ძალა რა დღეშია ბიჭო ამას გადაუღე სანამ არი კამერა ყველაფერს სადაც მინდა საწდამ არ არის და უმად სიკვდილს მოდაკარგავ ეხლა შენობაში ხარ დადებულები გავიგე ყველაფერი შუშულობს ხმა ნახე დაიტენე რა დღეში არის შეხედე ეს ბიჭო ძალიან საშიში გახდა ახაურობა სერიოზულად გეუბნები სანდრასი ძალიან მეში მაშინ გავიდეთ ეს მაგას ფიქრობ უკვე შენობის დაბრუნება ერთი რამე მიშოვია ესე ნახეთ ლოცვებმა რა შედეგი გამოიღო უყურეთ როგორ პასუხობს დემონური ძალა შეხედეთ კარგად და დააგვირდით ამას ეს არ არის გატრები ეს არის რეალობა რეალური პარანორმალური მოქმედებები დემონური ძალისაგან როგორც კი ლოცვებზე გადავედით ეგრევე მუდმივი აგრესია ნახეთ პერიოდულად როგორ გასაგებია მაგრამ ჩვენ პარანორმალი ვართ და ბოლომდე ვჩევით მიუხედავად იმისა საშიშროება ძალიან დიდია გარსკვლევა მივიღოთ ყველა სანდრო მე ვიძახი რომ ბოლომდე ვიდეთ შეგასიყვე კი ბატონო ვიდგეთ ბოლომდე შეგასიყვე და ვინ გადაიღებს მაგას ვიძახი ვიდგეთ ბოლომდე ხო აბა მეგობრებო გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ვიდგეთ ბოლომდე მე ეგრეც მინდოდა რომ ბოლომდე გარიყავით და რატო იმიტომ რომ ამ დემონურ ძალას რეალურად ჩვენ გავამკლავდებით მან არ უნდა იფიქროს ის რომ მისი გვეშინია და ის ჩვენზე ზემოქმედებს არავითარ შემთხვევაში მანამდე არაუდგა გვერდები სანამ მაგას მიიღებს ამიტომ ეხლა კამერას გავთიშავ ჩვენი კამერა წყობილიდან გამოდის ხედავ რომ კატასტროფული მასშტაბებით ჯდება უკვე კამერას გავთიშავ და გაგრძელებაზე აუცილებლად გავაგრძელებ ჩვენ ჩავთვალოთ დროებით მეგობრებო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ გავიდეთ ამ შენობიდან, რატო? პირველ რიგში ის, რომ ძალიან დიდი რისკი არის ოპერატორისთვის, ძალიან დიდი რისკი არის სანდრასთვის, იმიტომ რომ ეს ძალა არის დემონური, ძალიან ძლიერი დემონური ძალა. პირდაპირ ვთქვათ, შენობაში არის ესეთი დემონი, რომელიც ორივესთვის ძალიან სახიფათოა, პირდაპირ ვიძახი. ზემოქმედება იყო მართლა იგი ხო, ანუ ძალიან დიდი წნევა შეექმნა მომენტალურად, ანუ აღარ შეუძლია გაჩერება ფიზიკურად. ასე რომ მე როგორც ექსპერტი ვერ გავრისკავ ნამდვილად, იმიტომ რომ ის მოვლენები რეალურად რაც ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ და ვნახეთ, უდავო ფაქტები იმის შესახებ, რომ შენობაში არა გარდაცვლილი სული,
არა ბოროტისული, არამედ პირდაპირ დემონი მოძრაობს, რომელიც ძალიან სახიფათოა. ეხლა 2.5 ამ დროისთვის და შუაღამის პერიოდში, რა თქმა უნდა, ის კიდევ უფრო საშიში გახდება. აქედან გამომდინარე, არ მივხვდს მე, რომ გავრისკო ამ ადამიანების სიცოცხლის ფასაც, ბუნებრივია, თუმცა სურვილი იმის, რომ შანსი ამ შენობაში ყოფნის და გამოკვლევის ბუნებრივია, რომ სხვა დროს არ მოგვეცემა, არასდროს სასთირამ. თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ რაც დავაფიქსირეთ უკვე ამ შენობაში აბსოლუტურად საკმარისია. საკმაოდ საშიში დემონი არის, რადგან მართლა შეიძლება თავზე დაგვაქვს ყველაფერი. საკითხავი ახლა ის არის, რომ გაგვიშვებს თუ არა საერთოდ ამ შენობიდან, ეგეც საკითხავია და შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები კამერაულებს. ხო, ვიცი. დავიფიქსირე? კი. მეგობრებო, ის ახლა ამ მომენტებში სადაც ახლომახლოს არის, შორს არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ დეტექტორებით გავსინჯოთ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ პირდაპირ ვიძახი. ეს უკვე ძალიან დიდი რისკია, პირდაპირ ვიძახი შესაძლოა სიცოცხლის ფასადაც კი. ვინაიდან დემონმა გვეჩვენა ის მომენტი, რომ ის ნამდვილად ძალიან ძლიერ ძალებს ფლობს. ორივე შემთხვევაში, ანუ ოპერატორის ეს გარეთი. სანდრას არ მომწონს პირდაპირ ვიძახი, რაც ჩემი ოპერატორის მდგომარეობა, რომელსაც დამიდასტურებ პროექტი ახოსორია. ხო, ამ ზემოქმედება ბიჭო ძალიან დიდი. ხო, მაგას ვიძახი და ნუ მე ხე თავიდან რა თქმა უნდა. ხო, ჯერჯერობით, მოდი ჯერჯერობით ეს ვიკმაროთ ამათ უსაფრთხოებას გავუფრთხილდეთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სანდრა ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია და შევთიქოთ თავისთავად. ამიტომ ვერ ვაგრძელებთ ახლა გამოკვლევას, ჩვენ უკვე ჩავალაგეთ ნივთები, ამის საშუალება დრო მოვიგეთ, იმიტომ რომ აგვიწყდეს წყალი აქ აგვაქვს, დავიცავით თავი ამ დემონისაგან, ნამდვილად ეგრე იყო, უბრალოდ ეს მომენტები ჩვენ არ გადაგვიღია, ეს უშუალოდ ლოცვებზე ჩაწერილი გქონდა, მონები რომ ლოცვები არ მახსოვს. ლოცვებზე გადასვლამ გამოიწვია საშინელი აგრესია ამ დემონური ძალისაგან. პირდაპირ აფეთქდა დეტექტორები, რასაც ქვია და კაი ხნის განმავლობაში ისინი არ წყნარდებოდნენ. ეს გახლავთ ბერიას კანცელარიის შენობა, მის დაქვემდებარებაში არსებული შენობა, სადაც აწამებდნენ ადამიანებს და იმ სარდაფში ჩვენ გამოვიარეთ და პირველი ჯერ კიდე სანამ კამერა ჩართული არ იყო და ვიჯექით და საუბრობდით, ველოდებოდით 12 საათს დაგვეწყო გამოკვლევა. ჯერ კიდე მაშინ შევნიშნე ოთახში მოძრავი ძალიან დიდი შავი აჩრდილი, რომელიც პირდაპირ დაგტრიალებდა თავზე. მოგვიანებით უკვე როცა კამერა ჩავხდეთ, ეს ყველაფერი დადასტურდა და შემდეგ უკვე რაც ამ ყველაფერს მოყვა, ალბათ მოყოლებული ნახავს ძალიან კარგად. ამიტომ ეს გარემოება, ეხლა აქ რაც არის ამ შენობაში, რაც არის ძალიან უდიდესი რისკი არის ამ ადამიანებს პირდაპირ ვიძახი. ამიტომ ჩვენ არ ვისკავთ არავითარ შემთხვევაში. მესმის რომ მაყურებლისთვის ეს რთულია. ეხლა დარწმუნებული ვარ, გიორგი, ძალიან ბევრი მაყურებელი იტყვის, რომ რატომ არ დარჩით თუ გეშინიათ გასაგეთებთ ამ საქმეს, მაგრამ მეგობრებო, რეალობა გაცილებით რთულია, ვიდრე თქვენ ეკრანებიდან უყურებთ ამ ყველაფერს. დიახ, რა თქმა უნდა, საერთოდ ეგრე. კიდე ერთი რამეა, ეგეფის ჩართვას რეალურად ჩვენ ვაპირებდით, მაგრამ როგორც გითხარით, შენობა და გარე ტერიტორიები არ იძლევა იმ საშუალებას, რომ ეგეფს ძალიან დიდი ხმა აქვს და არ გვინდა რომ კიდე დამატებით რაღაცა პრობლემა შეგვექმნას უკვე, ასე ვთქვათ, გარე სამსახურებისგან, რომელიც რა თქმა უნდა შენობასთან გამაგებული ახლოს არიან და ხელღამის განმავლობაში კურირებენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეგეფის ჩართვაც უკვე გადავიფიქსირეთ ამ შემთხვევაში. თან თუმცა, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობა არის შენობაში, საფრთხე იქნება, მართლაც რეალურად იქნება საფრთხე იმის, რომ ვინმე ძალიან სერიოზულად არ დაზარალდეს და ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სანდრა და ჩემი ოპერატორი, რომლებიც ლოგიკურია და ჩემი მხრიდან, როგორც ექსპერტის მხრიდან, მევალდებული ვარ არ გავურისკო ამ ადამიანების სიცოცხლე დღევანდელი ღამე, თუმცა იცოდეთ, ეს კადრები, რაც ეხლა რასაც პარანორმალი დადებს და თქვენი თვალით შეხედავთ, 100% რეალური შემთხვევა, რომელიც ჩვენ დავაფიქსირეთ ამ შენობაში. და ლოგიკური გადაწყვეტილება ის, რომ შეგვეწყვიტა პროექტი. იმიტომ რომ არც ერთი სიცოცხლის ფასად
რაც ამათ დაზიანება და არ მიღის ნამდვილად არანაირი გამოკვლევა. დიახ, მართალი ვარ, რასაც ვამბობ. იზოლებული ვართ, რომ აი ამ მასალებით დაგემშვიდობთ. სამწუხაროდ ვერ ვაკეთებ გაგრძელებას. სამწუხაროდ ასეთი მოცემულობა გვაქვს. და თუ ამას დაამატეთ თუ არა და დრო არის. სანამ გვიანი 3 საათი მოსულა, დროულად გაგარეთ ტერიტორიას შეჭრილი. რასეთაც გაქვს რამისაც? არა, არაფერი, უბრალოდ საკუთარ რთული სიტუაცია არის მართლაც. კი, რაც ახლა შოთიკომ და სანდრამ გადაიტანეს, მეგობრებო, ჯერჯერობით შეხებაში, აქამდე ესეთ აგრესიულ ხმებასთან არც ერთი ყოფილა, არც მეორე. თავზე დაგვამხო კედლები და არ გვიშვებდა მესამე სართულიდან ქვემოთ. ის ეხლაც აქ არის, მეგობრებო. და გვერდზე გვიდგას ეხლაც გრძნობს მეუბნება ყველაფერი. ამიტომ მოკლედ დაგემშვიდობებით, ჩვენ ვარ ჯგუფი პარანორმალი, კვლევით ჯგუფი პარანორმალი. და ერთმანეთს შევხვდებით უკვე მომდევნო კვლევებზე, რომელიც იქნება ოჯახის გამოკვლევები და პლუს მაგას დაემატება უკვე კიდევ ორი შენობის გამოკვლევა, რომელიც ახლა მომავალში გეგმავთ ასე. ნახოთ რა გულდება წინ, ხოლო დღეს უკვე საკმარისია აბსოლუტურად ყველაფერი. თუ რამე მოხდება 1%-ია და მოვასწრებთ. კეთილი, გემშვიდობებით მეგობრებო, დროებით. მომავალ კვლევამდე. ნახვამდის მოგება. გათიშდა. ნახვამდის მოგება. გათიშდა. ნახვამდის მოგება. გათიშდა. ნახვამდის მოგება. გათიშდა.